ლანჩხუთში სოფელ შუხუთში რუსეთის მოქალაქეები კოსმოდრომ კოლხიდას გამშვები პუნქტის მშენებლობას გეგმავენ. იდეის ავტორები იულია და მარია არხიპოვები არიან. ისინი 2014 წლიდან რუსულ პრავფონდთან თანამშრომლობენ და ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო უწყებებს აწვდიან. პრავფონდი ევროპისა და ამერიკის მიერ ჯაშუშურის საქმიანობისთვისაა სანქცირებული. ჟურნალისტური გამოძიება აი ფაქტმა ჩაატარა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 2 რუსი აგენტი, რომლებმაც უკრაინელი პოლკოვნიკი ივან ვორონიჩი მოკლეს. უკრაინის ტერიტორიაზე მტრის ერთადერთი პერსპექტივა სიკვდილია, თქვა SBU-ს ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა სპეცოპერაციის შემდეგ. უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცერი ივან ვორონიჩი 10 ივლისს კიევში საკუთარ სახლთან მოკლეს. ჟურნალისტიკა კრიმინალი არ არის. ამ გზავნილით მზია ამაღლობელს თანადგომა გამოუცხადეს 3 საერთაშორისო მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის, რეპორტიორების საზღვრებს გარეშე და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრები დღეს რუსთავის ქალთა ციხესთან იმყოფებოდნენ. ისინი ხვალჩანიშნულ სასამართლო პროცესსაც დაესწრებიან. ხერსონის ოკუპირებულ მარჯვენა სანაპიროზე უკრაინის საჰაერო ძალებმა ავიაბომბებით ზუსტი დარტყმა მიიტანეს ოკუპანტების ერთ-ერთ მართვით პუნქტზე. დაიბომბა და განადგურდა შენობის ნაწილი, სადაც დრონების ოპერატორები ისხდნენ.